მიხედვით გაგაცანით, რა თქმა უნდა, შემადგენლობა დაიწყო შეხვედრა, დაიწყეს მასში შეგვიძლია თქვა. გასულ წელს გიორგი მიქაძე და ოლეგ ვასილენკო მწვრთნელები ერთმანეთის პირისპირ სწორედ ეს ადამიანები იყვნენ. დღეს აბსოლუტურად სხვა რეალობა არ არის აქ ჯარიმა, საფეხბურთოში შეიძლება გამოვიდეს მამაგეიშვილი, კარგი გადაცემა და სურინამელ ფეხბურთელს სასტარტო თავისთვის სასტარტო მასპინძლის როლზე. სეზონის სტარტია ორივე გუნდს ჭირდება თამაში და გაგრა და ტორპედო თბილისში ითამაშებენ, შემდეგი წრის მატჩში ითამაშებენ უკვე ქუთაისში და ახსოვს ეს ფეხბურთი. აქ შორიდან კიდევ ერთი რა კარგი დარტყმა ხარიხა დამატებაზე კიდევ ერთხელ შეიძლება და აქ უკვე თანდილაშვილი გადაარჩინა გუნდი. ყოჩახთელაველთა მეკარეს ასისტენტის მსგავსი, რადგანაც გესმით კიდევაც ალბათ ხშირ შემთხვევაში თქვენ მუდმივად კარნახობს, თანაც მაკარიძე საკმაოდ გამოცდილია, საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს ნათამაშები სხვადასხვა ქვეყნებში. აქ საფეხბურთო ეპიზოდი დარტყმა და ისევ მეკარე, რომელმაც გადგენს ჯანმრთელობა უსროლოდ გიორგი კობულაძეს და იმედია მალე დაუბრუნდება ის თავის ახალ გუნდს. პირველი ტაიმი წარიმართა მასპინძელთა უპირატესობით, ეს არც იყო გასაკვირი, ისედაც ალბათ ფავორიტად ითვლებოდნენ მოქმედი ჩემპიონები, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს და რომ თქვათ, რომ ძალიან ბევრი შანსი ჰქონდათ, ესეც არის აი საფეხბურთო ეპიზოდი, გამოდის მეკარე, შეცდა და ეხლა გაიხსნა ანგარიში 47 წუთი მამაგეიშვილი, გატანილი გოლის ავტორი, გუნდის კაპიტანი გიზო მამაგეიშვილი მიმდინარე სეზონში პირველი გატანილი ამ ეპიზოდში არანაირ თამაშგარე და აქვე აღნიშნოთ ახალ იბერიასის სურინამელი დორასო კლასის საგოლე გადაცემა. შვენივრად ითამაშა ამ ეპიზოდში, მკერდით შეიგდო ბურთი, დაასწრო მეკარეს, ოდნავ დააგვიანა ამ ეპიზოდში თანდილაშვილმა, რომელიც ძალიან კარგი იყო შეხვედრის პირველ ნახევარში და ანგარიში გახსნილია. პირველ ტაიმზე საუბრობთ, რომ ბევრი შანსი არ ჰქონდა, 2-3 რეალური მომენტი იყო მასპინძელს მოახლოება. რაღაც გარკვეული პერიოდი შეიძლება ასე ნამდვილად არ იყო. ეს ფეხბურთელები დღეს გავიხსენეთ მატჩში, სადაც ზულიკო დავითაშვილი და ხუჩა კვარაცხელი ერთად თამაშობდნენ და ყველას კარგად ახსოვს ის შეხვედრა. სამგულავთან 4-4 მატჩი გავიხსენეთ. მატჩის წინა ინტერვიუში აქ საფეხბურთო ეპიზოდია, შეიძლება თავი დარტყმა და ჟივია მეკარე თანდილაშვილი თამაშობს კიდევ ერთხელ ძალიან ნახვაც ისენში ფლობენ ბურთს იბერიას ფეხბურთელები, კარდავა მარჯვენა ფრთიდან, კარგი შეტევა შეიძლება გამოვიდეს, ნახოთ ახლა როგორ ითამაშებს. აქ პასი და ანგარიში გახდა 2-0 გატანილი გოლის ავტორი გიორგი ტაბატაძია, შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელი, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა და მარჯვენა ფრთიდან შვენივრად ჩაერთო და მოახერხა კიდეც გოლის გატანა. დორასო კლასი კიდევ ერთხელ ვთქვათ ამ ფეხბურთელზე, აი განმეორებით ახლა შეხედეთ სურინამელი ფეხბურთელი, მის ეს ერთი შეხები თითქოს საკმაოდ ძრბილი გადაცემა, რომელიც საგოლე აღმოჩნდა და უკვე 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა იბერიელთა ახალ წვეულ სურინამელ ფეხბურთელს. აქ კი ძალიან კარგი იყო ამ ეპიზოდში გიორგი ტაბატაძე, რომელიც აი ხედავთ ახლა ამასაც მიაქციეთ ყურადღება, გავიდა და იმის დროც ჰქონდა, რომ აიხედა და ისე დაარტყა. ზუსტად ხა კი შეიძლება გაუმართლა ამ ეპიზოდში მეკარემ ნაბიჯი გადადგა სწორედ აი მომენტში მოპოვებას და ნახოთ ყოველ შემთხვევაში ყველაფერი აქეთ მიდის. ჯერჯერობით ჩაწოდება თავით და ისევ მეკარე თამაშობს ძალიან ძნელი სათქმელი. ეს საფინალო სასტოენია, რომელიც გოგა კიკაჩეიშვილის მიერ გაისმა და დასრულდა ჩვენი შეხვედრა პირველი მატჩი. მთავარი მწვრთნელები